მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გავაზრებთ კიდევ ერთ ამანათს Gearbest-დან. ამანათი მოდიოდა, როგორც ხედავთ, ნიდერლანდების ფოსტით, მაგრამ არ მოდიოდა ტრეკ ნომერით, როგორც ხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ტრეკ ნამბერის გარეშე გამოწერილი ამანათი. ну ვიზუალურად როგორც ხედავთ, მოცულობაში არც თუ ისე დიდია, დაახლოებით მოდიოდა 20 დღე. მოდით გავხსნათ თვითონ რა არის ამანათში ვნახოთ. აქ უნდა იყოს მეგობრებო ჩანთა და ნახოთ როგორი ჩანთა. ამანათში როგორც ხედავთ არაფერი აღარ არის. როგორც ხედავთ არც თუ ისე დიდი ჩანთა. ანუ შეფუთვაში ხედავთ როგორ გამოიყურება. გავხსნათ და დავათვალიეროთ თუ როგორი ხარისხისა. პირველი შთაბეჭდილებით არც თუ ისე მძიმეა. ხარისხიც კარგი ჩანს, ну პირველი შეხედვით რა თქმა უნდა. მოდით უფრო კარგად ვნახოთ თვითონ რა მასალისგან არის დამზადებული. რაღაც მყარი მასალისგან დამზადებულია, როგორც ხედავთ, აი ეს ვეცდები უფრო კარგად გაჩვენოთ კადრში, უბრალოდ მგზავრობისას ცოტათი დამუშავებულიცაა და მტვერი აქვს, მაგრამ ხარისხი არის კარგი, აი მასიური ეგრეთ წოდებული ზმეიკა. ნახოთ რამდენი ჯიბი აქვს, როგორც ხედავთ აქ საკმაო რაოდენობის ჯიბეები აქვს, აი ეს სამაგრი აქვს როგორც ხედავთ. აი აქაც კიდე სამაგრებია. გარედან კიდევ აქვს ერთ-ერთი ჯიბე. საკმაოდ მოცულობითია, ну საკმაოდ ბევრი რამის ჩაწყობა შეიძლება შიგნით. კიდე შემოდით გავხსნათ აი ეს განყოფილება. ცოტათი როგორც ხედავთ, პირველი გახსნისას რთულია. ну აქ უნდა იყოს თუ არ ვცდები ხარზე გადასაკიდი, თუ არ ვცდები, ზუსტად არ ვიცი ამას სურათში ნახეთ, ბმული იქნება აღწერაში. ხარისხით უკანა მხარეს, აქეთ მხარეს რბილი მასალაა, რაღაც რეზინის მასალა არის დასხმული. აქ ალბათ კამარზე დასამაგრებელი. ну ჩემის აზრით თავის ფას ამართლებს დაახლოებით ღირდა 10 თუ 11 დოლარი. და შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ ბმულზე რომელიც იქნება აღწერა. შეკითხვები თუ გექნებათ დაწერეთ კომენტარებში. ну ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოიწერეთ ჩვენი არხი Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად გრძანდებოდეთ.